მუშაობ დოკუმენტურ ფილმზე ქართველი მამლუქები ეგვიპტეში. ხო და ეს მამლუქები ვინ იყვნენ? ესენი იყვნენ საქართველოსთან გატაცებული პატარა ბავშვები, რომლებიც გაყიდეს მონათ ალექსანდრიის ბაზარზე და სტამბოლის ბაზარზე. ხო და იმდენად ბევრი ქართველი გაიყიდა, რომ ეგვიპტეში ძალაუფლება ბევრი ქართველი მოგროვდა რა, იქ და მე-18 საუკუნეში ძალაუფლება ჩაიგდეს ქართველებმა იქ ხელში, ანუ მართველები იყვნენ ეგვიპტის. და მე ნაპოლეონს ებრძოდნენ ეგვიპტის კამპანია რო ნაპოლეონის რო სურათები რო გვინახავს შინჯიკაშვილი ებრძოდა ის მარტყოფელი. და მურად ბეი კიდე თბილისელი იყო მეორე. ხო და ანუ ესენი სარდულობდნენ თორე იქ იყვნენ ქართველები იყო ტარბაიძეები და რა ვიცი ვინ აღარ იყო იქ. ქართველები გოგოლაძეები იყვნენ და გოგოლაძეები იქნებოდნენ. შენი ამბიციები. ხო და ეს ბავშვები სად იზრდებოდნენ? სისასტიკეში იზრდებოდნენ რა. ეს ბავშვები, აი წარმოიდგინე 10 წლის ბავშვი რო წაიყვანეს და გაყიდეს. და დააჭერნეს ხელში ხმალი და აჰა მიდი. ხო ხტები რა, კლელი უნდა იყო, სასტიკი უნდა იყო, რომ შენ ამ იერარქიაზე არ მოკკლან. და მე ეს იერარქიულად ესე ავიდნენ და ნუ მე ხა ქართველები მიყავდათ ოღონდ მე როგორ იყო იცი გადაშორის აქე ამ ყველა გატაცებული კი აღარ იყო მე მიყავდათ ათესავები ანუ ასაქმებდნენ იქ რა იმიტომ რომ ზოგი ფინანსთა მინისტრი იყო ზოგი სარდალი იყო ზოგი მე ის იყო მართველი რა საინტერესოა რომ მიუხედავად იმისა რომ პატარა ასაკში გაიტაცეს არ წყვეტდნენ ქართველებს არ წერილებია ერეკლე მეფესთან და გიორგი ბატონიშვილთან და საინტერესოა რომ იმახსოვრებდნენ მაინც ქართული კი მიწერმოწერა ერთ წერილში წერია რომ აქაო კარგი ქართულის მწერალი არ აყვავსო დიდი ბოდიშიო თუ რა შეცდომები დაწერაო გაიგე ანუ იქ წერალია ვინც ქართულად წერს წერილს აქეთ რა ხო და ძალიან საინტერესო ამბები არის ამ ფილმში